საღამომშვიდობის მეგობრებო, დღეს ესე იგი 17 საათი და 20 წუთია. დღეს რა დღეა? მეგონი 8, ხო? 8 სექტემბერი. თუ არ ვცდები 8 სექტემბერია. გუშინ იყო სავსე მთვარე, ხო? სავსე მთვარე თანაც თევზებში. თანაც წითელი მთვარე იყო და ძალიან საინტერესო მთვარე იყო. ეხლა დაიწყება ესე იგი მთელი ინფორმაციების გახსნა, მთელი დაფარული ინფორმაციების გამოყრა გარეთ. მოკლედ მე შემოვიდი საჭიროად თქვენთან. დღეს არ ვარ კარგ ხასიათზე, რაღაცნაირი მოჟღამული დღე არის. მოჟღამული, როგორ თქვენ? მოგუჟული, წვიმიანი, მზე არ ჩანს. მზე როცა არ ჩანს, ყოველთვის მოწყენილი ვარ ხოლმე. გამარჯობა შემომიერთდნენ. ეხლა დღეს რატო შემოვედი, იცით? აი აზრები შემოდის და მინდა რომ ეს აზრები თქვენთან ერთად განვიხილო და არის ესეთი მომენტი რა, რომ წეღარ მიფიქრებოდა, რომ ადამიანი იმდენად ჩაჭერილია მონობაში, რომ როგორ უნდა დაიხსნა ადამიანი მონობისგან რა. აი ხა ჩემი პერსპექტივიდან დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი კიდე ბევრი არსებობს, რომელიც ფიქრობს და ამაზე თავს იჭყრეტავს, რომ მონობისგან როგორ უნდა დაიხსნა ადამიანი, რომელიც ჩაჭერილია სისტემაში, ისე რომ ახალს ვერ იღებს და ეგრევე ბლოკავს, აიგნორებს. ჩემი აზრით ასე. თუ გინდა რომ ადამიანი იხსნა მონობიდან, მაშინ მას უნდა აჩვენო განსხვავება თუ რა არის მონობასა და თავისუფლებას შორის. სადაჩვენებ ახლა ესეთ მომენტს, ხო? ანუ ამ დედამიწას ზედა ესეთი მომენტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი რამ. შეგიძლია ადამიანს უბრალოდ შეაგრძნებინო რა არის სიბრძნე, თავისუფლება და როდესაც ადამიანი სიბრძნეში ჩადის, იქ ხედავს რას, რომ აბსოლუტურად ამ დედამიწის ზურგზე არავინ არ არის შენი ბატონ პატრონი. და როდესაც ბატონ პატრონობისა და ბატონ ყმობის დრო სრულდება და ბატონყმობა დღეს გაქანებული ბატონყმობა და ამაზეც ვილაპარაკებ თუ სად არის ბატონყმობა და როგორ შეფარულად, მაგრამ მაინც მაშინ ადამიანი თავისუფლდება და შეიძლება კიდევაც ძალიან დიდ სტრესში ჩავარდეს და დეპრესიაში. იმიტომ რომ ამ გაცნობიერებამდე ჩვეული პოზიცია, რომელიც ადამიანს ჰქონდა, ხო, მაგალითად სწრაფი ტემპით, ზეწოლოში ყოფნა, ყველაფრის კეთება მას უწევდა, ასევე სტრესი, იმაზე ფიქრის, რომ რამე არ ძირითადი თქვენი საზრუნავი ახლა მეც გამივიდა ეგ მომენტი არის ის, რომ დღეს იმუშაო ხალხური გქონდეს და მე მაგალითად მქონია ესეთი მომენტები, რომ ისე მქონია გათვლილი დღეები, რომ რო არ მემუშავა, თვის ბოლოს ვეღარ გადავიხდიდი თანხას და ძალიან დიდ იმაში სტრესში ვიყავი, მოკლედ ძალიან დიდ სტრესში, მაგრამ ეს მესმის მე თქვენი მდგომარეობა ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ გამატარა ღმერთმა ეს რა, რო არ გავეტარებინე ამ ჯოჯოხეთში მე თქვენ ვერ გაგიგებდით. მიუხედავად ამისა, მაინც ვნახე რა არის თავისუფლება და როდესაც ეს თავისუფლება ვნახე, ყველაზე დიდი სასოწარკვეთ არის იმაში, რომ მართალია შენ ერთი ადამიანი ნახავ რა არის თავისუფლება, მაგრამ შენ ხედავ დანარჩენებს, რომ გინდა იმათი დახმარება და გინდა რომ აუხსნა, როგორ შეიძლება თავი დაიხსნას ამ ადამიანმა იმ მონათფლობიდან, მონათმყრობელობიდან, მონოპოლიიდან, რომელიც არის დღევანდელი ვითარებაში შექმნილი. თუმცა ეს არ არის ადვილი თემა, მეგობრებო, მე როგორც ესე იგი ამ მონობიდან თავდახსნილი ადამიანი ძალიან ბევრი ვეცადე, აი 4 წელია უკვე 2021 წელს დავიწყე მე ამაზე საუბარი და 2025 წელია უკვე და აი თავგამოდებით ვიბრძვი, რომ სულ ერთი ამ კიდია, რას მიზავენ, მომკლავენ, გამაქრობენ, ვერაფერს ვერ მიზავენ, მაგრამ იმიტომ ვერაფერს ვერ მიზამენ, რომ ზუსტად ვიცი, რომ სიკვდილი არ არსებობს და როცა მინდა მაშინ მოვალ ამ დედამიწაზე და როცა
მინდა მაშინ განხორციელდები, მომკლავენ ისევ ამოვალ, მომთიბავენ ისევ ამოვალ, გესმით? და აი, როცა ამას აცნობიერებს ადამიანი, მართლა გამუდმებით 24 საათი იმის ფიქრში ვარ, რომ აი როგორ გავაგებინო ეს ხალხს, როგორ გავიტანო, იმდენი წინაღობა არის, იმდენი, აი წარმოიდგინე, რომ იმხელა წინაღობა გექმნება თავდახსნილ ადამიანს, რომ დიდგორის ბრძოლა არაფერი არ არის, აი ამ წინაღობის შემდეგ. ალბათ დიდგორის ბრძოლა რაღაცა ისეთი პატარა კამფეტივით არის, რომ აი დიდგორის ბრძოლის მოგებას რა უნდა. განსაკუთრებით არის ძალიან ცუდი ვითარება საქართველოში. საქართველოში მონოპოლი არის ასეთი. ადამიანი იმდენად ამტანია ქართველი, იმდენად გამძლეა და ამტანია, რომ ეს ძალიან კარგად იციან როგორც მღვდლებმა, ისე სახელმწიფო მოღვაწეებმა. ფსიქოლოგიურად შესწავლილი ყავთ ქართველები უმაღლეს დონეზე და იციან ქართველების უმაგრესი მდგომარეობა, რომ ის უძლებს უძლიერეს ზეწოლას, რადგან აგერ მეფის მაგალითს მოგიყვანთ, დავით ულუ და დავით ნარინის შემთხვევაში, დავით ლაშა გიორგის შვილი დავით ულუ 5 წელი ორმოში იჯდა, 5 წელი ორმოში იჯდა. არც პური, არც საკვები, აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე არაფერი არ ქონდა და 5 წელი ადამიანი ორმოში ჯდომით მაინც ამოვიდა და მაინც მეფე გახდა რა. აი, წარმოგიდგენიათ ესეთი რაღაც. დინომ წეს რა გჭირს თამარო, არაფერი ისა ტახტზე ვარ წამოწოლი და გეჭორავებით. დღეს ცოტა ისეთი მოგუშული დღე არის, აი ნახეთ როგორი დღე არის, რაღაცნაირი ესეთი დღე, ცუდი დღე არის და ამიტომ ვზივარ და მეზარება ყოველფრის კეთე. თქვენ გესაუბრებით. ხო და ეხლა რაც შეეხება 5 წლის მანძილზე ორმოში ჯდომა, არც არა სითბო, არა. ორმო ეხლა ისეთია, რომ იქ სიცივეს და სითბოს ერთ ტემპერატურაზეა და საქმე იმაშია, რომ ქართული სისხლი არის ძალიან გამძლე რა და ეს კარგად იციან მაგათ. უკიდურეს დონემდე სანამ სისხლებს არ ადენინებ გულიდან ამ ადამიანებს, მანამდე პროტესტს არ გამოთქვავენ. ხო და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2011 წელს უკვე ადამიანების მოთმინება ამოვიდა ხელში და იმ ციხის კადრებმა კიდე მთლიანად გადარია ეს ხალხი და გამოვიდა გარეთ და შეცვალა ვითომ რაღაცა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძალიან მაგრად დაგებული მახე იყო. ერთი ნაგავი მეორე ნაგვით შეცვალეს ერთი და იგივე ტიპებმა. ვითომ ერთმანეთი შეცვალეს და საქმე იმაშია, რომ მაშინ თუ პირდაპირ ზეწოლა და განადგურება მიდიოდა ადამიანების, ეხლა შეფარულად. განსაკუთრებით კიდე ჭკუა იხმარეს და იმის მაგივრად, რომ რასაც თქვათ პირდაპირ განადგურებას აწარმოებდა სააკაშვილი ეკლესიებისა და მღვდლებისა, ჭკუა იხმარეს, იგივე დატოვეს, ახალი გეგმა შეიმუშავეს, ხალხი იგივე ეკლესიები დატოვეს, მაგრამ ხალხი შეცვალეს. და ეკლესიებში მღვდლები კი არ დააყენეს, ვაჭრები და უკულელები დააყენეს. და პრინციპში მღვდლები აღარ არიან. სააკაშვილი გულწრფელი მაინც იყო, პირდაპირ ებრძოდა და გვაჩვენებდა, რომ ეკლესია არ ევასებოდა რა და ესენი შეფარულად, აი ზუსტად, აი ნახე სომეხსა და ებრაელს შორის რა არის განსხვავება რა. სომეხი მართალი მაინც ყოფილა და პირდაპირ გაჩვენებს როგორ კლავს და ეს ებრაელი შეფარულად კლავს და თანაც ვითომ შენი ნებით კლავს, გესმის? ანუ
ძალიან მაგარი სისტემებია შემუშავებული, თქვენ რომ წარმოიდგენთ ისეთი რა, ეხლა მე ხო პირდაპირ ვხედავ რა სისტემები შეიმუშავეს, თან რამდენი 1000 წლის წინ იცით. ხო და მეგობრებო, იმდენად ჩაჭერილია კაცობრიობის ცნობიერება. კაცობრიობის ცნობიერება აი ამ სისტემებში ჯერ კიდევ 325 წელს დაიწყო ეს. 325 წელს დაიწყო ის, რაც ქრისტემ მოიტანა სინათლე და როგორც კი გავიდა ქრისტემ, მაშინვე დაიწყეს ისევ აი ამ მასონური საზისხლობის განხორციელება ეკლესიებში. მერე კიდე მე-12 საუკუნეში თითქოს და თამარი ისევ ეცადა, მაგრამ მაინც ამ სოფლის მართველი არის, ვიცით ვინც არის და ამ სოფლის მართველი ვინც დააყენეს, ხო? ის თავისთავად ჯოჯოხეთია. თქვენ თუ გაინტერესებს სად იმყოფება ჯოჯოხეთი და რა არის ჯოჯოხეთი, ხო? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჯოჯოხეთი არსად სხვაგან არ არის. წამოდი საქართველოში, ჩამოდი საქართველოში, იცხოვრე საქართველოში და აქ არის ჯოჯოხეთი. მერე საქართველოს გარეთ რო გახვალ, იქაც ჯოჯოხეთია, მაგრამ იქ ცოტა შერბილებული ჯოჯოხეთი, აი საფეხურები ხომ არსებობს რა ეგეთი და აი საქართველო არის ყველაზე დაბალი საფეხური ჯოჯოხეთია, ის ცეცხლი რო არის, სადაც ცეცხლი. ეხლა იმიტომ კი არ გელაპარაკებით, რომ თქვენ თავებში რაღაც შეგეშინდეთ და აი ჯერ ხომ ამ ადამიანების შიშმა ესეთი მშიშა რა საზოგადოება მე არსად არ მინახავს რა, აი როგორ ეშინიათ რაღაცის გაგების. ახალი სიტყვის გაგების, იმდენად ეშინიათ, რომ სექტა, იტყვი რაღაცა ახალს და კითხვას დასმა, სექტა ხარ. არც მაგის არ მშინია რა მეგობრებო რა, ერთი რაღაც გავაცნობიერე მე აი საერთოდ. ამ დედამიწაზე ჩამოდის სული რა, აგვარებს თავის საქმეს. როგორც ქრისტემ თქვა რა, ჩამოვიდა, მოაგვარა თავის საქმე, თქვა ასათქმელი და წავიდა. აი როგორ მკიდია, იცი, ვინ რას იტყვის და როგორ იტყვის. ერთადერთი გულიმსხდება იმაზე, რომ ის უდანაშაულო ხალხი, რომელიც იმდენად ჩაჭერილი ყავს ეს სულები, ხო ხედავ ეხლა მე როგორ ჩაჭერილი ყავთ ეს სულები, რომლის ხსნაც გინდა ადამიანს და ვერ ახერხებ იმის გამო, რომ ადამიანს თვითონ უნდა მონობა, თვითონ ირჩევს თავისი ნებით და როცა ადამიანი თავისი ნებით ირჩევს მონობას, რაც არ უნდა ქრისტე ჩამოვიდეს ამ დედამიწაზე და მამაზე ციერი, ის ვერ ამოგიყვანს სავანეში. იცით ყველაზე დიდი შეცდომას სად უშვებენ ადამიანები? რომ ისინი იმედით არიან, რომ აი ამას გავაკეთებ და კარგად ვიქნები, ამას გავაკეთებ, იქ წავალ, იქ რაღაცა იმაში მივიღებ მონაწილეობას, კარგად ვიქნები, იქ იმ გურუსთან მივალ, კარგად ვიქნები, იქ იმას მოусვენ, კარგად ვიქნები, იქ იმას მოვივლებ თავზე, კარგად ვიქნები, იქ ვეზიარები, კარგად ვიქნები და ვერაცნობიერებენ იმას, რომ არსად სხვაგან არ არის შველა და შვება, ვიდრე შენ არ გააცნობიერებ, ვინ ხარ შენ? ვერავინ ვერ გეტყვის ვინ ხარ შენ? შენ უნდა მიხვდე თვითონ ვინ ხარ შენ. ამის დროს კიდე არ გიტოვებენ და მიუხედავად ამისა, თუ რაღაცა ხედვები გაქვს ბავშვობაში, იმდენად გიხშობენ, რომ უცნაურს გიწოდებენ, რაღაცა საშიშს ისე გიყურებენ, რომ ეს ცოტა ბავშვს რამე ხო არ სჭირს. სკოლაში მთლიანად აფუჭებენ ადამიანის ცნობიერებას, მთლიანად აპროგრამებენ და მონადფლობელობას აყალიბებენ სკოლებში და ადამიანს ავიწყდება უკვე რისთვის მოვიდა ამ დედამიწაზე. იმდენად ეჩვევა იმ
სისტემას, რომ აი რა უნდა მაგას იცი, თოფში ხო არის ჩალაგებული რამდენიმე ტყვია. და ეს ტყვია თავის ფუნქციას ასრულებს. აი ვიღაცამ მოვიდეს და ხელი გამოკრავს ეს ტყვია გაისროლოს რა. ამ ერთი იმიდან ჯგუფიდან. აი ეს ტყვია რომ გაისროლება და გავა ამ ჯგუფიდან, მაშინ მიხვდება რომ იქ იყო და თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. უბრალოდ და ელოდებოდა რა სიკვდილს. დილით ადგებოდა, საჭმელს შეჭამდა, სამსახურში წავიდოდა, იმიტომ რომ ესე უთხრეს, ესე უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ფული თუ არ ქონდა ვერ შეჭამ. ფული თუ არ ქონდას ოჯახი არ გეყოლება, ბავშვებს ვერ აჭმევდა, ასე შემდეგ. ბავშვებს თავი დავანებოთ, ეხლა ნებისმიერზე ვისაუბროთ, ვისაც მხოლოდ თავისი თავი გააჩნია საზრუნველად რა. ესე უთხრეს, თუ არ კარგად არ გეცმევა, დაქცინებს ხალხი, თუ არ შეჭამ, მოკვდები, თუ მობილური არ გეჭირება ხელში, ბანძი იქნები და ასე, რაღაც დებილობები რა და საბოლოო ჯამში ადამიანი მაინც ქრისტიანს უწოდებს თავის თავს, გესმის და ქრისტიანი გონია თავი და აჯერებს თავის თავს, ანუგეშებს რა კი მე ქრისტიანი ვარ, მე დღეს წავალ ეკლესიაში ვეზიარები და ხვალ ისე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მაგრამ მე დღეს წავალ ეკლესიაში ვეზიარები და მე ქრისტიანი მქვია. მაგრამ ხვალ ისე ვავდგები და ქრისტემ რაც მითხრა, იმას ვაფშე დავივიწყებ და ქრისტემ რომ მითხრა, რომ რატო ზრუნავთ ყოველდღიურობაზე, განა ღმერთო უკეთ არ იცის, რა თქვენ რა გჭირდებათ და ჩიტს თუ აძლევს საკობს შენ არ მოგცემს? არა, მაგას დავივიწყებთ, ჩვენ ვიდივართ მაინც სამსახურში, იმის იმედით, რომ ვცოდოთ ყოველდღიურად, ყოველწამიერად, ყოველ წუთიერად და შაბათს ან კვირას მივიდეთ ისევ ეკლესიაში და ვეზიაროთ, ჭამოთ სისხლი და ხორცი, იმიტომ რომ მერე ისევ მეორე დღეს გავაგრძელოთ ისევ ის ქრისტეს საწინააღმდეგო და ქრისტეს დავიკიდეთ. ასეთ ადამიანებს უკვე იმდენად აქვთ გამჭრიალი თავის თავში და გონიათ თავი ქრისტიანი, რომ ეს ნორმად გადაიქცა და ფიქრობენ, რომ მე ქრისტე რომ მოვა მაშინ მიშველის და დღეს მე მევალება მხოლოდ კვირა დღეს ეკლესიაში წასვლა და მთელი კვირა მე 6 დღე ცოდვაში ყოფნა, იმიტომ რომ ქრისტეს არ უსმენ, დავიკიდე ვაფშე მისი სიტყვა. მეუბნება, ნუ იქნები სისტემის მონა, მაგრამ მაინც სისტემის მონა ვარ. კვირას მე მივდივარ ქრისტესთან და მაინც ვთხოვ, მომეცი რა შენი სისხლი და ხორცი რა. მე ხვალ მაინც წავალ, მაგრამ მაინც მინდა რომ შენთან ვიყო. მერე ესე ვმათხოვრობ მთელი ცხოვრება და იმის იმედით, რომ აი კვირა დღეები მე ხო არ გამიცდენია, რამდენჯერ ვეზიარე ნახეთ, ქრისტე მიმიღებს ახლა რომ განვუტევებ სულს და ამასობაში გადიხარ და იქ ხდება აზრაელი სიკვდილის ანგელოზია, აზრაელი ხდება და იცი რა მხელა ეს აზრაელი? ესე იგი აზრაელს აქვს ძალიან ბევრი სახე და იმის და მიხედვით თუ როგორი ცხოვრება გაქვს, აი იმ სახეებით მოდის შენთან. არის ადამიანები, წმინდანები, რომელსაც ვთქვათ, რომ აი აზრაელი, ულამაზესი სახის ადამიანი, ანგელოზი, ადამიანი კი არა და ანგელოზი, რომელიც პირდაპირ თავის საქმეს ასრულებს და სულები მიყავს იქ, სადაც საჭიროა და არიან ადამიანები, რომლებმაც ესე იგი მის დანახვაზე, აზრაელის დანახვაზე მაშინ მიქრებიან. იმიტომ რომ არ არიან მომზადებული სულიერად, აბსოლუტურად. აი ყოველკვირეული სისხლის და ხორცის ჭამით, იმის იმედით, რომ მე ხვალ ისევ წავალ და ისევ ცოდავ, მაგრამ კვირას მაინც ვეზიარები. საერთოდ რო არაფერი არ გამიგია აზრაელზე, ვინ არიან ანგელოზები, მათი სახელები, მათი მოღვაწეები, იქ რო გავალ, ვინ დამხვდება, იმ სივრცეში ვინ დამხვდება, ხო? ვის დავინახავ, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა ველაპარაკო, როგორ უნდა გავუმკლავდე იმ ძალებს. და ამიტომ გეუბნება ქრისტე მე არ გიცნობ შენ, იმიტომ რომ შენ მე არ მიცნობ.
როცა ქრისტე გასწავლის შენ, ვინ არიან ეს ანგელოზები, როგორ უნდა გაიწმინდა სული, რომ წმინდა მოვიდეს შენთან ის აზრაელი. შენ როგორიც ხარ, ისე გენახება. როგორიც შენი სულია, ისეთია აზრაელიც. 50 აბორტი გაიკეთე, 50 ბავშვის სახით მოგევლინება. დასახიჩრებული, დაჭრილი და დასისხლიანებული და შენ გული გაგისკდება. გული აღარ გექნება, მაგრამ სულ დაიშლები. მაგრამ იმის იმედით, რომ შენ კვირა დღეები ადექი და ეზიარე და ქრისტე მიგიღებს და იქ მიგიღებენ სასუფეველში და ღმერთთან წარსდგები, აი ეგ მომენტი საერთოდ არ გექნება. იმიტომ რომ შენ არ იცნობ ქრისტეს. იმიტომ რომ შენ მარტო მის სისხლს და ხორცს ჭამდი, მეც არაფერს არ აკეთებდი. შენ როცა გეუბნება ქრისტე და მიმსგავსე მე, ჩემდეს ხო შეძლებ და ჩემზე კიდე უფრო მეც შეძლებ. შენ მღვდელმა გითხრა და მოგატყუა მონათმფლობელობაში რო უნდა რომ ყავდე, რომ იცი რა, ქრისტეს შენ ვერასდროს ვერ დაემსგავსები, დაიკიდე ქრისტემ რა თქვა, მე დამიჯერე აგერ, მოდი შენ ყოველ კვირას ფულით შემომწირე და მე შენ სისხლს და ხორცს მოგცემ ქრისტესას, მე რომ შევიწირე იმისას. რამე თუ მღვდლებმა შეიწირეს ქრისტე, დღესაც არ აღიარეს, რომ მათი ბრალია. დღემდე იუდეური წესით აკეთებენ წირვებს. არც ერთი წირვა ქრისტეს არ ეძღვნება. ყველა ეძღვნება იოანე ნათლისმცემელს ან ვიღაცა სხვას. როდესაც შენ კითხავ ქრისტეს, რა დავაშავე ასეთი, მე ხომ ყოველ კვირა ვეზიარებოდი. ქრისტე გეტყვის შენ, სადმე ზიარებოდი. შენ მხოლოდ შენ სისხლს და ხორცს ჭამდი. მე კი გითხარი, რომ მე ვარ ანი და ჰოე. აბა ერთი სიტყვა მაინც გაიგე ამაში რა არის? ანი და ჰოე. მარტო ჩემ სისხლს და ხორცს ჭამდი შენ, კი, მაგრამ არ ცდილობდი, რომ ჩემს გვერდით დამდგარიყავი და გაგიგო ჩემი. მე რისთვის შევეწირე, იმისთვის, რომ ჩემი სისხლი და ხორცი გეჭამა მარტო? თუ იმისთვის, რომ ის სინათლე მომეწოდებინა შენთვის, რაც მოგაწოდე და შენ დააიგნორე, იმიტომ რომ ისევ იმ სისტემამ ჩაგიჭირა. შენ ისევ მელოდები, რომ მე გადაგარჩინო, არა და მე მოვედი და უკვე გადაგარჩინე და შენ გადარჩენა არ გინდა. და როდესაც აზრაელი ეს საოცარი სიკვდილის ანგელოზი შენს წინაშე წარსდგება და შენ არც კი გეცოდინება ვინ არის ეს. იმიტომ რომ არც ერთმა მღვდელმა არ გითხრა. იმიტომ რომ ყველა მღვდელმა მხოლოდ ქრისტეს და ხორცი, ქრისტეს სისხლი და ხორცი გათქვლებინა. არც ერთ საკითხში არ მოგამზადა რა უნდა გააკეთო, როდესაც გახვალ ამ სხეულიდან. არ გაგამზადა. იმიტომ რომ მას სურს შენ იყო მისი მონა. ნუ დაიყენებ წინამძღვრებად სხვებსო გეუბნება ქრისტე. რაღა უჭირთ მშვენივრად კარგად ცხოვრობენ თქვენს ხარჯზე და კიდე თქვენზე უფრო გაჭირებულების ხარჯზე ისინი, ვინც თავის თავს სულიერ მამებს უწოდებენ. არა და ქრისტე ამბობს, რომ ნუ რა ვის უწოდებთ მამას. მამა მხოლოდ არის ზეციერიო. ჩემი მამაო რა, ქრისტემ თქვა, რომელზეც არავის არ უნახავსო. აგერ რამდენი მამა გახდა, 50,000 მამა ყავს ახლა ჩვენ საქართველოში და ყველას მამა ეწოდება. მამა სერაფიმე, მამა ის, მამა ეს, მამა ის, პეტრე მამა, პავლე და ასე შემდეგ. აქაც კითხავს ქრისტე, განა არ გითხარი, რომ ნუ რა ვის უწოდებ მამას? ხო, კი გითხარი, მაგრამ რატო არ გაიგე? არ მოგისმენია შენ ეგ ჩემგან? რას ეთქვი შენ? აი, მამაო მითხრა, რომ ესე უნდა ვუწოდო? ვიცი რამე გვერდის ადამიანს გონების განძრევა არ უნდა და სასუფეველში მოხვედრა სურს. ესეთი რამე, აი, წარმოუდგენელია ღმერთო. კი, გთხოვე, რომ აი, სიბრძნე მომეცი მეთქი რა, მაგრამ
თურმე რა ძნელი ყოფილა, რომ აი ამ სიბრძნიდან შენ უყურებ ამ ჭაობში მყოფ ხალხს და ვერ აგებინებ. ძალიან რთული ყოფილა რა, აი მართლა გეუბნებით, რომ ჯვარცმა მაგ განცდასთან შედარებით არის კამფეტი, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. ეს არის პირდაპირ გულის დაფლეთვა, ფილტვების განგმირვა, რომ შენ უყურებ ამ ხალხს და ვერ აგებინებ. მეც ქრისტესნაირად ზუსტად ისე გამოვიწევდი ხალხს და იქ იმ დროში, ხო, აი როგორც ეხლა ვიწევ რა, დახვრეტა რომ იყოს დამხვრიტონ მირჩევნია რა. ჯვარსმაცვან მირჩევნია. ასეთ მდგომარეობაში მე უყურებდი ხალხს, ველაპარაკებდა და ვერ იგებს. მაინც თავისინებით უნდა რომ ჭაობში იყოს. ჯვარსმაცვით რა. ვიტყოდი რა ჯვარსმაცვით. წადი რა იუდა, მიდი. წადი რა, ოღონდ უთხარი იმ ხალხს, სად ვარ მე? მოვიდნენ და შეასრულონ თავის საქმე რა. დედეს პიცა ვარ თუ არა? აი ეგ მე როგორ მესმის იცი ქრისტესი, რომ და იუდა რა ჯიგარი ტიპია იცით? აი იმენა ეხლა ჟარგონულად გადავალ, მეც არც არაფერს იმსახურებს ქართველი ერი, ჟარგონულად საუბრის მეც, მართლა გეუბნებით რა. იუდა არის ყველაზე მაგარი ტიპი რა. მართლა გეუბნებით, ქრისტეს მოწაფეთა შორის პირველ რიგში მე იუდას ვცემ პატივს. მამაკაცებს შორის. ერთადერთი იყო, ვინც თავისი დავალება შეასრულა. დანარჩენები მხდალი ვირთხებივით არიან, ზოგი გაიქცა, ზოგი დაიმალა, ზოგი ვერც კი მივიდა იქ. მოინანიესო ამბობენ მერე ისინი, სად მოინანიეს? სად მოინანიეს? აგერ მაგდალინელთან საუბრის დროს პირდაპირ პეტრე ეჯახება მაგდალინელს, რომ პეტრე და ანდრია, რომ შენო ალაოთ ხო არ გაქო ქალო, შენ გასწავლიდაო ესეთ რაღაცეებს და ჩვენ არაო? გესმის და ვინმეს უნდა, რომელიღაცა მამაოს უნდა, რომ მე მითხრას, რომ მოინანიეს იმათმა რამე? მოინანიეს კი არა, ბანძები არიან სულ ყველა ერთი მეორის მიყოლებით. იუდამ თავი მაინც მოიკლა. თავი მაინც წავიდა შვილო გაეცალა ამ ვითარებას, მიხვდა, ან მიხვდა, ან არ მიხვდა, ეგ ჩემი საქმე არ არის, ის ღმერთსა და მას შორის გადასაწყვეტია რა მოხდა იუდასთან, მაგრამ ამ პეტრეს, ანდრიას თუ სხვებს დანარჩენებს, ლაჩრებს, რომელიც ქალს ეწინააღმდეგებიან და ისევ ქალი ანუგეშებს ამათ, რომ წადითო შვილო გააკეთეთ საქმე, რაც ქრისტემ გითხრაო რა, ნუ გეშინიათო რა. ის მოგცემთ ისევ ძალასო. რა უქნესო ქრისტეს, რა უქნესო და ჩვენ რაღაც გვიზავენო. წარმოგიდგენიაო? ქრისტე არ დაინტერესო და ჩვენ რო ვილაპარაკოთ ეხა ეგ რომ აბა მითხარით რა, კაცი რომელიც ამას ითქვის რა, იმას ღმერთის რამე გაეგება? პეტრეს ეკლესიაში ვართ ჩვენ. დღემდე პეტრე ვერ მოვიდა კონს. დღემდე პეტრე ებრძოლება მაგდალინელს და ეს ბრძოლა მიდის მთლიანად ამდენი წლების განმავლობაში და წარმოიდგინეთ, რომ პირდაპირ აისახა ეს მე-12 საუკუნეშიც და პირდაპირ აისახა ეს დღესაც. და რა ვიცი, ყოველ საუკუნეში, მაგრამ მე ძირითადად დაკონკრეტებული ვარ აი ამ ორ საუკუნესთან, მე-12-სა და პირველ მე-12 და 21 საუკუნესთან და ერთ-ერთში პეტრე ისევ და ისევ პეტრე ებრძვის მაგდალინელს და მეტი არაფერი. შურს მაგდალინელის, იმიტომ რომ ქრისტესთან ყველაზე ახლოს არის, წვავს მის ნაწერებს, აფურთხებს, იმიტომ რომ პირდაპირ მრუშად შერაცხა მაგდალინელი პეტრეს ეკლესია. მე-16 საუკუნემდე პეტრე პატრიარქ გრეგორი იყო თუ ვიღაც ჯანდაბა იყო, მაგდალინელი მრუშად შერაცხა და სანამ მე-19 საუკუნეში წერილები არ ვიპოვეთ და არ გამოვლინდა ის, რომ მაგდალინელი 5 მაგდალინელი გააერთიანა ერთში და
რუშიც იმაში დაინახა და ყველა იმაში დაინახა, გამიზვნოთ რა თქმა უნდა. აბა ეხლა პატრიარქი ხარ და მაგდენი ვერ მიხვდე რომ ხუთი მარიამი არის და ერთში მოაქციო? იმას ვერ მიხვდე წერილებში რა წერია, ხუთი მაგდალენელია საუბარი, ხუთ სხვადასხვაზე და შენ გაერთიანო ერთ ჯამში ჩაყარო ეს მარიამები ყველა? ყველა მოწაფე ქალდეველი იყო. ქრისტეს ყველა მოწაფე ქალდეველი იყო იუდას გარდა. ერთადერთი იუდა იყო ებრაელი. ყველა მოწაფე ქალებსაც გულისხმობ, მეგობრებო, იმიტომ რომ 12 ხო მოციქული ხო ყავდა მამაკაცი. 40 ყავდა ქალი მოციქული, იცით თქვენ? თუ 60 არა, 40 ქალი მოციქული ყავდა, რომელიც საუკეთესოდ წერდა, საუკეთესოდ კითხულობდა. და არც ერთის ნაწერი არ არის დღემდე ჩვენამდე მოღწეული, იმიტომ რომ ყველა პეტრეს ეკლესია ებრძვის ქალს. არ უნდა ქალი, იმიტომ რომ სიბრძნეა ქალი. დღემდე ებრძვის, როცა ქრისტე მოვიდა და პირველი ვისთანაც მიდის ქალთან და ირჩევს როგორც მოწაფეს. მაგრამ ამას არავინ არ მოგიყვებათ და ყველა ქალი დამონებული რო ყავთ დღეს და ხან ხინკლებს აკეთებინებენ და ხან რა ვიცი შესაწირებს დღეს და ამ ქალებსაც რომ თავი ძალიან საყვარლები გონიათ და უი მამა უშინო მოუხარშო, უნდა წაუღო, უნდა გაუკეთო. ამაგას რომ ქრისტეს წირავდნენ მართლა და გაიგონ ეს ქალები, ვინც მამაებს ფეხქვეშ ეგება. მართლა ქრისტესთვის რო იღწოდნენ, ქრისტე დღემდე აქ იქნებოდა უკვე რა. 50 ჯერ იქნებოდა მოსული ქრისტე. მაგრამ არ უნდათ აგერ ის უფრო ურჩევნიათ ამბიონებიდან რო გვიყებიან ყოჩახთ თქვენ ქართველებო რომ მეორეთ მოსვლა ისევ გადავდეთო და ტასუ რო უკრავენ მერე ის მისი მრევლის ბრმა ცხრები ასეთ მამაოებს. და როცა შენ ისევ და ისევ სიბნელეში გაგიყვანს ეს აზრაელი, საიდან რა სიბნელეშიც ხარ, იმ სიბნელეში რო წაგაბრძანებს იქ ეთერულ სივრცეში, სადაც ფიზიკური არ არის, ელოდები და ელოდები, სანამ ისევ არ მოგეცემა იმის შანსი, რომ განხორციელდე კვლავ ხორცი შეისხა. და მე კიდე რომ მოხვალ გეტყვიან რომ რეინკარნაცია არ არსებობს. არა, მე ამჯერა მაგის. არა, რეინკარნაციის ამჯერა. ქრისტეს და სისხლს და ხორცს შევჭამ მაგის მჯერა, მაგრამ რეინკარნაციის ამჯერა. ეგეთი რამე ცოდვა? ხვალ რო სამსახურში წავალ და ერთი კვირა რომ 6 დღე რომ ცოდვაში ვიქნები, ის არ არის ცოდვა, ის მჯერა კაცო, ის პურს მაჭმევს და ის მაცოცხლებს, მაგრამ რეინკარნაცია? არა, ეგ არ მითხრა, ეგ ხო ცოდვაში ნომაგდებ. გესმით, აი ღმერთო ჩემო ხანდახან რომ ვფიქრობ ხოლმე ხალხო რა გჭირთ რამ შეგაშინა დედა რა არ გეშენია განიკითხავ ჭორაობ ღალატობ ლანძღავ ქრისტეს სიტყვას ხას უსვავ არ გეშინია მაგრამ თუ ვინმე რეინკარნაციაზე დაგელაპარაკა ოსო იაღოველი ხარ სექტის წევრი ხარ ის ხარ ეს ხარ ყველაფერი ხარ იშმაკისეული ხარ როცა ქრისტე გეუბნება რომ დედის ხორციდან დედის მუცლიდან აღებული ხორცი იყო ელია იოანე ნათლისმცემელი რეინკარნირებული იყო გეუბნება პირდაპირ ინკარნე არის ხორც ინკარნე არის ხორცი ინკარნე არის ხორცს შესხმა
და რეინკარნი არის განმეორებით ხორცს შესხმა, როცა პატარა ენერგია იწყებს განვითარებას დედის მუცელში. აი ესე, ნახეთ, აი ესე რო იწყებს განვითარებას ის პატარა ენერგია, რომელიც შემდეგ იზრდება და დიდი ხდება. და შენ კიდე მეუბნები რეინკარნაცია არ არსებობსო. ბრმა ხარ, ყრუ ხარ და ყველაფერი ხარ, თუ კი შენ ამას ვერ ხედავ. აი, როცა უნიო საკრალის მდგომარეობაში სპერმატოზოიდი შედის კვერცხუჯრედში და ქმნის უნის, ასობგერა უნის ფორმას, ასომთავრულში, ხო? როცა იპოვის კარს შემცვლელს და შევა კვერცხუჯრედში, საიდანაც მერე იწყება მთელი ბავშვის წარმოქმნა და შენ კიდე მეუბნები არ არსებობს ინკარნაცია, აბა რა ენერგია ახერხებს შესვლას კვერცხუჯრედში. თუ ენერგია, რომელიც გამოთავისუფლდება, როდესაც შენ ხორციდან გახვალ, ის ენერგია არ იკარგება. კვლავ შეუძლია ისევ დედის მუცლიდან წარმოიშვას, ხო? და შენ მეუბნები, რომელსაც გჯერა, რომ ქრისტეს სისხლს და ხორცს ჭამ, რომ არ არსებობს რეინკარნაციაო, მაშინ ის მითხარი რა ენერგია ქმნის იმ პროცესს, როდესაც სპერმატოზოიდი დედის კვერცხუჯრედში შევა და წარმოშობას დაიწყებს სიცოცხლე. თუ შენ ამას ინკარნაციას არ უძახი, მაშინ რას უწოდებ? ხორცს შესხმას თუ არ უწოდებ, მაშინ რას უწოდებ? სასწაულს? სასწაული სიტყვა გეუბნება, რომ სასწავლია და ისწავლე. შეგიძლია ისწავლო, რაც სასწავლია. და თუ სწავლა არ გინდა, ქრისტესთან ვერ მოხვდები. სასუპოველი დაივიწყე, შენ თუ სწავლა გეზარება, ქრისტე დაივიწყე რა. ეკატერინე წერს გეთანხმებით, ამარ იტალიურად სწორედ ასე ითარგმნება რეინკარნაცია, დიახ. ამ სიტყვას არ იცნობენ, ზოგს არც გაუგია ეს სიტყვა რა არის. ინკარნე არის ხორცს შესხმა. გაგიგიათ საჭმელი ჩილი კონ კარნე? ჩილი კონ კარნე არის ხორციანი საჭმელი. ლობიოთი. და ჩილით. და ინკარნე არის ხორცს შესხმა. არ არის ეს სიტყვა საშიში, უბრალოდ სასწაულია, სასწავლია. ქართულად ამას კვლავგებითობა ქვია. კვლავგებითობა, ანუ კვლავ აეგო. ხდებით? რა აეგო კვლავ? კვლავ ენერგია აეგო დედის მუცლიდან ხორცი დაისესხა. იქ ხდება წარმოქმნა, იქ ხდება განვითარება და არა სადღაცა მამაკაცის მუცელში, დედის მუცელში. ერთ რამეს ვთხოვ ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ რა. ღმერთო, ქართველები მანახე იმ აზროვნებამდე სიბრძნეში ასული ან ჩასული, რომელ აზროვნებამდე მე მიმიყვანე და მე ამიყვანე თუ ჩამიყვანე რა, ჩემს სიცოცხლეში სანამ ძალა შემწევს, მანახე ქართველები რა. აი ეს არის ჩემი სურვილი ღმერთის მიმართ. ეხლა დაგემშვიდობებით და დაფიქრდით რა, ვის უწოდებთ მამას, დაფიქრდით, ქრისტე რას გეუბნებათ, დაფიქრდით. წინამძღვარი რატო არ უნდა გყავდესო, ისიც გაიაზრეთ, რას გეუბნება ქრისტე, რატო გეუბნება მაგას. და როდესაც თქვენ აიმაღლებთ ცნობიერებას, თამარის საფლავიც მაშინ საფლავი არ ქვია მაგას, აკლდამაც მაშინ გაიხსნება და როგორი ის არის? იცი როგორი ვითარება არის?
ფიფქია და 7 ჯუჯას ვარიანტია რა, რომ იქ რო ყავთ ჩასმული, რო ძინავს ფიფქიას და ჩასმული რო ყავთ შუშის იმაში და პრინც რო ელოდება, უნდა მოვიდეს პრინცი და აკოცოს ფიფქიას და გაცოცხლდება ეს რაღაცა ეგეთი ვარიანტი არის რა, ესე წარმომიდგენია. წარმომიდგენია კი არა, ეგრე არის და უბრალოდ სანახაობა არის. თქვენ თავარია თქვენი აზროვნება გაიზარდოს ხალხო. ნახეთ, ღმერთი ჩვენ გველოდება. ჩვენ თუ არ ვართ მზად, ნაყოფი თუ მზად არ არის, ის არ მოწყდება ხიდან, გესმით? და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ თუ ინკარნაციის გეშინიათ, თქვენ სანამ ინკარნაციის გეშინიათ, მეგობრებო, თამარის საფლავი არ გაიხსნება. მართლა გეუბნებით რა. იმიტომ რომ ნახე, ღმერთმა ამხელა სამუშაო გასწია რა და თამარმა კიდე მასთან ერთად. რომ ინკარნაციის საკითხი პირდაპირ თვალწინ დაგიდოთ რა და თქვენ კიდე გეშინიათ მაგის, ღმერთი რა თქმა უნდა არ ძალით არაფერს არ მიგაღებინებთ. პირიქით, თქვენ როცა დაუძახებთ და მოგინდებათ, რომ გაიგოთ მართლა არსებობს თუ არ არსებობს, გაიგოთ, ხო? აი მაშინ გაგცემთ ღმერთი პასუხს. და როგორ შეიძლება ახლა მე გეჩიშინოთ, რომ გინდა თუ არა გაიგეთ რეინკარნაცია რა არის და დაიჯერეთ. არ შეიძლება ეგრე ხალხო. მე საერთოდ არანაირი ინტერესი არ მაქვს ხა თქვენ ძალით გაგაგებინოთ რა არის რეინკარნაცია. მე იცი რის ინტერესი მაქვს. თუ ღმერთმა ინება და ის ინკარნაცია მოხდა ამ დედამიწაზე, ხო? და ამის გაგება უნდა ადამიანებისთვის, ხო? არც მე არაფერ შუაში ვარ, არც შენ და არც საერთოდ თამარიც რა. ეს ღმერთის ნება. და თუ კი ღმერთმა ინება ასე, ყოვლად თვითმკმარმა სინათლემ თუ ინება ასე, მაშინ მე იმის იმედი მაქვს, რომ კი გასაგებია, რომ ეხლა მე ვიცი ეს უკვე ყველაფერი ის რაც სხვა მარიცის, მაგრამ იმათაც გააგებინებს. ხო, აბა მაშინ ფუჭი იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ მე ამხელა ამდენი საქმე მაკეთებინა, მაწვალა, მაფიქრა ამდენი და მიმიყვანა იმ კარამდე. და რისთვის? იმისთვის, რომ მარტო მე გავიგო? მე რა შემჭირდება მარტო მე რო გავიგო, ხო? ან შეიძლება მარტო მე რო გამეგო მაგისთვის. ეგეც მოსულა, ეგეც შესაძლებელია. ეგეც შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩემი სულის გადასარჩენად მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება რა. მე მაგასაც დავუშვებ, თუ სხვას ვერ ესმის, აბა მე მესმის და ეხლა მე თუ მესმის და სხვას არ ესმის, ღმერთი უარყო, მაგიტომ ღმერთმა ამხელა საქმე მაკეთებინა, მართლა კიდე გეუბნებით და ნახე, აი ამ პატარა რაღაციდან ამხელა ადამიანი გამხადა და ეხლა თქვენ გინდათ რომ ინკარნაცია არ არისო მითხრათ? ღმერთმა დაგიფაროთ რა, ღმერთმა დამიფაროს, რომ ეგრე ვიფიქრო, რომ არ არის. ღმერთმა რაც დამანახა ის, თქვენ გინდათ რომ თვალებზე ისე თვალი ხელი ამაფაროთ. არა, ვერ ამაფარ, მე ვერ ამაფარებ, თქვენ თუ გინდათ, აიფარეთ რა, არა მაქვს არანაირი პრობლემა. მაგრამ გეტყვით რაც არის, სისტემა ესეა. ყოვლად უმაღლესი სინათლე, რომლისგანაც გამოედინება სიტყვაც და შემდეგ იქნება ყველაფერი, ამ ყოვლად უმაღლესმა სინათლემ ინება, რომ ესე მომხდარიყო და მე დამანახა, აი ეს გზა და ამას ალბათ სხვასაც დაანახებს, ახლა მარტო მე არ ვარ ამ დედამიწაზე, მე მგონი გადასარჩენი რა. რა იცი, იქნებ მარტო მე ვარ გადასარჩენი. ეგოისტურად ვიფიქროთ, ვიმედოვნებ, რომ 154,000 მაინც სულ ცოტა გადარჩება კიდე რა. პატი კარგად ვარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, კი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ზოგი 300 წლის მერე ელოდება. ზოგი 15,000 წლის მერე. ზოგი წარსულში უყურებს, რომ იქ იყო ეს მოვლენაო და მე კიდე ქრისტეს ვუჯერებ და ვამბობ, რომ ახლა არის, ახლა, ამ წამს. აწყვოში იყავითო გეუბნებათ ქრისტე. გაკოცით მეგობრებო. ღმერთს ვთხოვ, რომ ყველა თქვენგანს ის გააგებინოს, რაც მე გამაგებინა რა, აი მართლა გულით, რა ვიცი, მთელი გულით, ხო, ამას, ეხლა, სხვა დროში კი არა, ახლა და ამ წამს.